ხვალ გვიანობამდე იძინებ და არ გაგაღვიძო? კიდე რა პრობლემაა? ჯერ ბაბუაშენი ამოთხარე და თავიდან დამარხე, საფლავის ქვის ნახატის შეცვალე, იქ ღობეები შეაკეთე და მიწა ცოტა დასამუშავებელია და მერე იძინე რამდენიც გინდა. მიდიდე, მაქსიმალურად ვეცდები რომ მშვიდად ვიყო. და როდის არ გაძინებდი ერთი რომ ახლა ვიბრახუნო? ბარემ ჩემი ნიშნობის ციკლებიც გევიხსენო. ერთი ბარემ რამშტაინის მუსიკაც ჩავრთო. ხვალ დილით 8-ზე გაგაღვიძო? კაიდე. დეა, დექი. კაი, ზუსტად 8-ზე გაგაღვიძებ. ამ დრონდა დილი ვის გავგია 11 აუგვე საათი? მეგობრებთან მიდიხარ? კაიდე, თავს გავუფრთხილდი. დე არ მინდა იფიქრო რომ შენ პირას საზღვრებს ვარ ღვევ, მაგრამ უბრალოდ მითხარი როგორ ხარ. სახლში მოსვლას არ აპირებ? მამა შენი გიშსგავს სახსანგრევს ლეწავს აღარ ჭრის შენთან ხომ? პულსი აღარ მესინჯება, უკვე იმდენჯერ დამარეკინე და მანერვიულე. მეორე გუდოგზე რატომ მიპასუხე? რა ხდება? ცოდე თუ რამეს მიმალავ, ბაბუაშენის გვერდით მიგაწვენ. შენ დაგანახე ახლა. ხანჯრის რა ფაზე ვდგავართ, იცოდე, 2 წუთში თუ არ მოხვალ, ვეღარ ეს დროს ვეღარ ვნახავ.